გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა დღევანდელი ამბავი. არ ვიცი, მოკლედ ამ ზიანს საქართველოში ასეთი ამბები როგორ შეიძლება მოხდეს ხალხო? ეს რაღაცა წარმოუდგენელია. ეთყობა ვიღაცას ეშმაკი შეუძრა, შეაცდინა ეს ღვთის მოშიში, ეს მორწმუნე ადამიანები. აბა სხვანაირად როგორ შეიძლება ამის წარმოდგენა არ არის შესაძლებელი. ამ წმინდა ბიძინას წმინდან თუ ხუცესები, რომლებზეც ერთი რამის თქმაც კი თვალების ამოთხრის ტოლფასი იყო და ლამის მჭამდნენ და შემჭამეს მაშინაც საქართველოში და აქეთაც რო წამოვედი მის მერე მთელი საქოცეთი. ჰოი საოცრებავ, აი თურმე დღეს ის ხალხი რომლებიც დიდი სიამაყით იყვნენ აღჭურვილები და ავიცი ბატონ გრიგოლზე რამეს როგორ ამბობს ეს ნაძირალანა ბიჭვარი, ეს არაკაცი პრემიერს როგორ ეხება. აი ეს ნიფხავს რო იგლიჯავდა ეს სახე, აი ქოცების ტიპიური სახე. პირი დარჩენია ღია თურმე იმნარი ამბები ხდება. დროზე დამუწე ქალბატონო ნინო, პირი რამე არ ჩაგივიდეს მაგ პირში და რამე არ ჩაგიდონ შემთხვევით. მაგ ღია პირში, იმიტომ რომ ყველა სტრაქში იყავი შემძრალი. ყველასას წმინდავდი და იმ წუთში მე რომ დაღუპავდნენ ამ ადამიანებს, მე გამოხტებოდი და დეთა ეს რა მოხდა, მე ეს არ გამიგია და ეს როგორ და მე შენ და შენი სანაბოზრეთი მთელი საქოცეთი ატყდებოდით და უკვე დაჭერილ კაცს დაუწყებდით ლანძღვაგინებას. არ ვარ მე ახლა ის ადამიანი რომ დაჭერილ ადამიანს კიდე შანები მოუგო და მსგავსი რაღაცები, მაგრამ მე რასაც ვამბობდი იმ ჩემი სიტყვებიდან არც მაშინ წავსულ ვარ და არც ახლა არსად არ წავალ. გრიგოლი ლუაშვილი იყო ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ძაღლის ლეკვი, რომლებიც მთელი ამათი პარტია არის ჩამდგარი საქართველოს ღალატის სამსახურში და ძალიან სამწუხარო იქნება რომ გრიგოლი ლუაშვილი სამშობლოს ღალატის მუხლით არ იქნება გასამართლებული და არ იქნება ჩაგდებული იქ იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც ის იმსახურებს. როგორც ღარიბოვი გამოძრა ეგერ უპრობლემოდ რაღაც ფულის გადახდის მერე ისე ნახავთ ამასაც გარეთ გამოსულს, თორე აგერ თქვენ და აგერ მე და ისე ახდება ყველაფერი როგორც აქამდე თქვა მიახდა ყველაფერი. საქართველოში თუ ვინმე შეიძლება იქნას დასჯილი და თუ ვინმე შეიძლება სიცოცხლე წაერთვას და თუ ვინმე შეიძლება სასტიკი სასჯელი მიეზღოს, ეს არის ხალხი, რომლებსაც საკუთარი სამშობლო და საკუთარი ერი უყვართ. საქართველოში რასაც არ გაპატიებენ, ესაა სამშობლოს სიყვარული და ქვეყნის მოღალატეებს არავინ არ სჯის დიდი ხნით. ეს ჩვეულებრივი თამაშის ნაწილია. უბრალოდ ამას პერიოდულად არაფერი შეხება არ აქვს ამას იმ რეალურ დანაშაულებებთან, რომელი დანაშაულებებიც არის მომხდარი ქვეყანაში. გრიგოლი ლუაშვილთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც და სხვაებიც ამ ყველაფრის მონაწილეები არიან სამშობლოს ღიად გაყიდვის, ქართველი ერის განადგურების, გათახსირების და 1000 უბედურების ჩამდენები. არავინ ესენი არ იქნებიან დასჯილები, ესენი თვითონ ერთმანეთში ინტრიგნობენ, გადაივლის ახლა ეს რაღაცას აღიარებით ჩვენებას გააკეთებს იმასავით და ღვთის ნებით ახლა რო ყავდათ დაკითხვაზე და ღმერთის ნებაო ყველაფერი. ხო, ცოტა მეთხანს რო გაგაჩერებენ მაგ 4 კედელში, მე ღვთის ნებას უფრო უკეთესად დაინახავ, მაგრამ აი ეს პიტალო ხალხი, ეს ნაგავი ხალხი, აი მე უბრალოდ ახლა მინდა თქვენ გაჩვენოთ აი ამათი სახე. აი დღევანდელი უშიშროების მინისტრი. ვინცა? აი ეს ქვეწარმავალი, დინარაძე. 2025 წლის აპრილში, 2 აპრილს გრიგოლი ლუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიო უშეცდომოდ უხემძღვანელაო. უშეცდომოდო. და ახლა რო დაიჭირეს რა დააბრალეს იცით? ის კი არა რომ ის ამ ყველაფერ უბედურებაში მისი წვლილი არის უზარმაზარი შეტანილი. ბოუშებსო ბაგაბაღშიო საჭმელსო პარავდაო. ეს რის განაიმიტომ რომ არ იყო გამკეთებელი ამ ყველაფრის. მაგრამ ასეთ წვრილმანებზე მაგის ხელი არ მიდიოდა ის. საერთო ჯამში კი მისი მოპარული
მოხუცდა ბავშვს ჩვეულებრივად ისე აკლდებოდა როგორც აკლდება დღესაც ქოცების მოპარული თვითონ რომ ხელფასები 10,000-ები აქვთ და გაჭირვებული ხალხი რომ 250 ლარად იცხოვრეთო და ქვეყანაში სადაც 77,000 ბავშვი ოფიციალურად შიმშილობს ხო მაგრამ ეს რატო გააკეთეს ახლა იცით ქოცებმა ერთი ბინძური სისტემის წარმოადგენლები რატო არიან იცით რატო აკეთებენ ეს რაღაცას ასეთ დროს იმიტომ რომ ადამიანის რაიმე ავტორიტეტი თუ შეიძლება არსებულიყო ვიღაცაში თავიანთ ნაწილშიც კი აი იმ თავიანთ ნაწილშიც კი რომ მოახდინონ ამ ავტორიტეტის საერთოდ განადგურება კაც ხო დაიჭირეს ხო სამართალში აქვს საქმე და იქ უამრავ ფულს მიატანინებენ ახლა იქიდან უნდა გამოვიდეს სრულად გათახსირებული რომ ვერასდროს ლილუაშვილმა ვერ შეძლოს რაიმე რომელიმე ადამიანთან ურთიერთობა იმიტომ რომ ეს ისეთი კაცია ამას ბაგაბაღის ბავშვების პური აქვს მოპარულიო და ნაჭამიო აი ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი რომ იცოდეთ და ეს არის უნიკალური არაკაცი დინარაძე ვერავინ საქართველოს აი ჩვენს უახლოეს ისტორიაში ძნელად მოიპოვება ფაქტი თუ არა ვინ ვერც პრაქტიკულად ვერც ვიხსენებ რა ვერც ვიხსენებ სიმართლე გითხრათ ახლა იმიტომ რომ თუ ვინმე შეიძლება შემახსენოთ აბა იქნება და მე მეშლება მე არ მახსენდება ფაქტი ერთი უშიშროების მინისტრი მეორე უშიშროების მინისტრს იჭერდეს მსგავსი ფაქტი მე არ მახსენდება ნაცების უშიშროების მინისტრიც კი არ დაუჭერიათ თვითონ სისტემაზე მაქვს მე ლაპარაკი ნაცების დროს როდესაც თავიანთის განადგურება უნდათ თავიანთი უშიშროების მინისტრი თავიანთი პარტიის უშიშროების მინისტრს არ დაუჭერია ნუ ახლა ამათი ნაცებთან ურთიერთობის ამბავი კოჰაბიტაცია კაცო ნაცები უფრო ჯიდნენ თავისიანს ვიდრე ქოცების ჯიან ნაცებს მაგრამ ეს სხვა თემა მაგრამ აი ეს ნაბიჯვარი ისეთი არსება თვითონ რა ეს მდინარაძე რომ მდინარაძე ყველაფერზე ხელის მომწერია მდინარაძეც იგივე აქ მრავალი ფაქტორია ჯერ ერთი იმიტომ რომ როგორც მთასვლელები არიან ერთ თოქზე ჩამოკიდებული მისტა ბოი одной связкеო და одной лодкеო რა ნათქვამი ისე არიან წესით და რიგით მთელი გუნდის პასუხისმგებლობაა და გუნდის მარტო რომელიღაცა წევრს რო გაწირავ ეს არაკაცური და არაადამიანში შენს უნდა მიუჯდე იქ მაშინ შენს უნდა მიუჯდე იქ და რატო უნდა მიუჯდე იცი ხო ის საოცრება ეს როგორ ხდება თუ კი ქვეყანაში ერთი პრემიერი დამნაშავეა მეორე პრემიერი დამნაშავეა მესამე პრემიერი დამნაშავეა მეოთხე პრემიერი დამნაშავეა ერთი პრეზიდენტი არ ვარგა მეორე პრეზიდენტი არ ვარგა ერთი მინისტრი არ ვარგა მეორე მინისტრი არ ვარგა თავდაცვის არ ვარგა მარტო კი არა ყველა კორუმპირებულია და ყველა კორუფციაშია გარეული ყველას რაღაცა აქვს ნაჭამი ყველა კორუფცია სინამდვილეში რას ნიშნავს ხალხო იცით კორუფცია ესეთი სიტყვა არის ეს შეფუთული ბარბარიზმი და ემა თუ არა კორუფცია სინამდვილეში ნიშნავს ღალატს ნიშნავს ჩვეულებრივი ღალატია და კორუმპირებული ადამიანი არის მოღალატე ადამიანი იმიტომ რომ ის ღალატობს სახელმწიფოს და სამშობლოს და ბიჭო თუ კი ლილუაშვილი დამნაშავეა თუ კი რა ქვია ემას ღარიბაშვილი დამნაშავეა თუ კი გომელაური დამნაშავეა თუ კი გახარია დამნაშავეა თუ კი მადამ პამპადური დამნაშავეა თუ კი შემოულაწუნა რო იყო ეს პრეზიდენტი რო იყო მარგველაშვილი დამნაშავეა თუ კი საპარლამენტო გუნდი რომელიც ქოცები იყვნენ და მე ანტიქოცები გახდნენ დამნაშავეა და ყველას რაღაცაში წვლილი მიუძღვის
შენ ვინა ხარ მაშინ შედედამოწყნულო ვიზინა ივანიშვილო შენ ვინა ხარ მარტო შენ ხარ ფრთიანი ანგელოზი რომ გაავსე და დააკომპლექტე ეს ქვეყანა მთელი შენი ბანკის ყოფილი თანამშრომლები თქვენ გონიათ ესა რა ქვიათ ეს ჰაერზე მოიყვანა აგერა გადახედეთ როგორი მისი მონაძაღლი იყო ახლა მთელი ქოცობა აფრიალებს ამ ყველაფერს ნახეთ აგერა ერთ-ერთი ქოცი ქალბატონის გვერდზე გამოდებული მთელი ისა რა ქვია დოსიე თუ სად მუშაობდა ეს სულ ბიზნეს კომპანიებია და მე სახელმწიფო სტრუქტურებია ბურჯი მე რაღაცა ორგანიზაცია ატუს ქართულ მშენებელიო ბურჯი ისევ ქართუ თბილისის მერის მოადგილე ქართულ ბანკის საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტი საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გამოვა მე ქოცი იტყვის და თქვენ ბიჭო ეს რო ვინმეს ახლა ეთქვა და ვინმეს გაებედა ჩემნაირი ბნელებზე არა ლაპარაკი ხა მე მეტყვიან შენ არავინ არ მოგწონს ვინ უნდა მომწონდეს ივანიშვილი უნდა მომწონდეს თუ ღარიბაშვილი უნდა თუ ლილუაშვილი უნდა მომწონდეს ბავშვებს საჭმელს რო უჭამს ბაღის ბავშვებს ქვეყანაში რომელსაც 40000 ესა 77000 ბავშვი შიმშილობს ესენი უნდა მომწონდნენ თქვენ ხომ მოგწონთ თქვენი დედაშევეცი და იყავით ბედნიერად ვინც მე ამას მეუბნებით იყავით ბედნიერ აფეხებზე არ ყიდიათ სამშობლოს გაყიდიან მიწას გაყიდიან მე რა მოხდა ასია საჭირო იმას რა ქვია ქოცებს ნაცებს კოჰაბიტაციას გამოუცხადებენ მე ახლა ასია საჭირო მურუსიძეს გაამეფებენ სამუდამოდ ახლა ასია საჭირო მეტრაკეების კანონს მიიღებენ ახლა ასია საჭირო მიწას გაყიდიან არაბებზე ახლა ასია საჭირო არაბებია ჩამოსასახლები ახლა ასია საჭირო რამდენი რამეა კიდე საჭირო შენ არ გესმის ახლა ასია საჭირო ახლა თქვენი დედის წყნა რო არის საჭირო და მამის შიმშილი რო არის საჭირო თუ იცით კოცებო თუ იცით ეს და თქვენი აყროლებული სისტემა ერთმანეთს რო ჭამს ასე კი არა ერთიანად ყველა რო ხართ მისაყენებელი კიდეზე და მისახურეთი რო ხართ იგი თუ იცით რა თქმა უნდა ამათ სტალინი არ მოეწონებათ სტალინი რა მოსაწონი არის ამათ ხელში სტალინი რა მოსაწონი არის იმიტომ რომ სტალინის დრო რო ყოფილიყო ტრაკიდან გამოუღებდა ხერხი მას გადაამტვრევდა თავზე და ნატეხს გაუგეთებდა თვალში რა თუნდაც ამათ სტალინისნაირი კანონები ამათ ბიზნესნაირი კანონები არ ურჩევნიათ გამოდით ახლა და ახლა სატეხილი ერთი ამბავი ბიზნეს ყველამ როგორ უღალატა საწყალი ბიზნა ასე რა დაგასირა თქო შობელ ძაღლებო ჩემო ძმაო მაგაზე ვამბობდი რომ ბაღის ბავშვებს განა იმიტომ რომ არ იყო კადრებელი სამშობლოს მოღალატია ჩვეულებრივი სამშობლოს მოღალატია მაგრამ მაგის სპეციალურად ააგდეს იმისთვის რომ ერთი დაკავება არის და მეორე ამ დაკავებულ ადამიანს სახელი საბოლოოდ უნდა გაუთახსირო ეხლა ამათ მოღალატე რო უძახო ეგ ისე არიან უკვე შეჩვეული არაფერი არა ქონა აი ბავშვი ბაღის ბავშვებს საჭმელს უჭამდაო აქ უკვე მართლა ნამეტანზე არის საქმე უკვე ძალიან დიდი ის ყოფილა წუწკი ბავშვს რო იმაში შაუჯდება და შემოაგდეს ეს ვიცა მთელი ქოცური პარტია არ უჭამს ბაღის ბავშვებს საჭმელს აბა ვის საჭმელს ჭამენ და სვამენ ეს დედამოწყნულები ამუზარმაზარი ხელფასებით ამუზარმაზარი კორუმპირებული ფულებით და ხალხს რეუბნებიან 250000 რა ქვია 250000-იანი ის გავხსენითო რა ქვიაო მანქანებისო ფერარის ცენტრი გავხსენითო თბილისში და ავშენდითო ერთი ვინ შედის ერთი ფერარის ცენტრში გამაგებიეთ და პენსიონერს რეუბნებიან რა ქვია 250 ლარზე იცხოვრეთო ეს არაა ბავშვების ფულის შეჭმა არ ჭამს ყველა ქოცი გაჭიროებული ადამიანის ფულს
დარეუბნება გაჭირებულ ადამიანს 250 ლარათი ცხოვრել თუ მარტო ლილუაშვილი ჭამდა? ნუ ეშინიათ, ნუ ელავხართ. აღიარებს რაღაცა ბრალს ლილუაშვილი და გადაიხდის რაღაცა თეთრად, როგორც ღარიბაშვილმა ბიძინას ნაჩუქარი ბინით რო უზრუნველყო, გირაო ეგიც რაღაცას ბიძინას ნაჩუქარით უზრუნველყოფს გირაოს და ხო. რა თქმა უნდა, ქალბატონ ნესტან ამათ სტალინი რაში ჭირდებათ? იმ ბიძინა ივანიშვილით დაწყებული და დამთავრებული ამითი, რა ქვია, ოპოზიცია პოზიციით, სტალინის ნაშენები ქარხნებით, ფაბრიკებით გახდნენ მდიდრები, დაშალეს, დაყიდეს და ჩაიდგეს მუცელში და იმდენი მადლიერება არ კმარათ, რომ მადლობა მაინც თქვა, ბიჭო, ისინი ნაშვენაღვაწით არიან, გამდიდრებულები, ჯარში გაუშვეს ყველგან და ჯოეს მილიარდები და ხალხი ყავთ მონად გადაქცეული აგერ. რა თუნდაც ამას სტალინი დადებენ ბერას და ბიძინას, მალე ბიძინას ალბათ ბერათი ჩაანაცვლებენ, მერე ბერას იმითი, რა ქვია, უტათი ჩაანაცვლებენ და აი ესე იქნება ეს დებილი. დღეს რო ადამიანი იტყვის ქოცი ვარო და ბიძინა ივანიშვილი კაიგაციაო. იმას უნდა გათხარო, გახურებული სარი ტრაქში და პირში უნდა მოვიდეს ის. ყოველგვარი ცენზურის გარეშე. კი ბატონო, სულხან, იმიტომ რომ 1 კილოგრამი კამფეტი ღირს 40 ლარი. აქ 3 ევროიანი ყავები როა თბილისში 30 და 40 ლარი ღირს. აი ესეთი ქვეყანა, ესეთია ნაუცნებარი ქვეყანა, ამით ახართ კმაყოფილები? იყავით, მეტის ღირსი ხართ. ნამდვილად მეტის ღირსი ხართ. არა, ასე მარტივად თუ შეიძლებოდა ხალხის მონათქცევა და ზომბირება და დაავადება და ომი არა, ნიშა მოგვაშორა. შენი გამომწველავი დედა მოვთხან, ომის დროს გმირობის მაგალითები მაინც ხდება და რაღაცა მაინც რჩება შთამომავლობას, თუნდაც იმ წყეულ ომში, როდესაც ნაცებმა და სააკაშვილმა წამოიწყო ეს უბედურება და გახვია ქვეყანა, იმ ომმა გმირები მაინც. იგივე ანწუხელიძე და იგივე ალეკონიანი და დანარჩენი სხვა გმირები ახლა სულ ამ ორი ადამიანის ხსენება მარტო არაა, საკმარისი იგივე კირაკოზაშვილი და უამრავი სხვა ადამიანები, რომელიც არ არიციან მათი ხსენება არაა მიღებული. ეგეც მოდურობით კი არ ხდება, ეს სპეციალურად ხდება, რომ და ახსნილი მაქვს მე მაგი რატო ხდება მან და მაინც ანწუხელიძის სახელის ხსენება, იმიტომ რომ ამ ფაქტის დავიწყება შეუძლებელი არის, რომ ხელფეხშეკრული ქართველი დაგდებული ყავთ და აწამებენ და აწვალებენ და წამებით კლავენ და ამის გახსენება უნდა. თუ სხვა გმირს არ იხსენებენ, არავის. ალეკონიანსაც არ ახსენებენ, ტერსოშიას და ლიმონკით. მაგრამ იმ ომმა გმირები მაინჩო. და ამ უომრობით, შვიდობით განადგურებულ საქართველოში, სადაც ტრაქტორით გართმევენ დავით გარეჯს, სადაც არაბების ჩამოსახლებით საერთოდ ხურავენ საქართველოს დემოგრაფიულ სიტუაციას. ამას კაციშვილი ვერ ეწინააღმდეგება. უსისხლო და უტყვიოთ ანადგურებენ ერთს და ავსებენ სხვა ტომებით. ამას გმირი არ აყავს, არ ეყოლება. არც არასდროს ეყოლება, უტყვიოთ გადაშენებული საქართველო იქნება. ეხლა ამაზე რო არ იყოს ლაპარაკი, ეგეთი ამბები ბევრი და ბევრი არის მოსახდენი. ახლა ხალხი საკვებია, ამაზე რო არ იფიქროს. აი ქოცები როგორ ებრძვიან კორუფციას. თავისიანსაც არ ინდობენ. და რა თქმა უნდა, ესენი უნდა იყვნენ სათავეში. სინამდვილეში კი რა ხდება? სინამდვილეში ხდება ტიპიური მოვლენა, რომელიც ტიპიური მოვლენაც საერთოდ გარყვნილ და გადაგვარებულ ხელისუფლებას ემართება. როდესაც გაძღებიან მათი პატარა ლიკვები, წამოიზრდებიან, მომძლავრდებიან და მერე ჩნდება იმის საშუალება, რომ შეიძლება თვითონ მამა მარჩენალს აუჯანყდნენ. და ეს როგორც სეთური ამბობს, სანამ მომძლავრებულა, სანამ მოღონიერებულა, ჩანასახში უნდა ჩაკლა და ჩაჯუჯოხეთო. სპირიდონას ულანჯიასავით. აი ესე უკეთებენ ახლა მაგას. ამიტომა მე იქ შეყრილი ხალხი ციხიდან დაჭერილი ადამიანი. ციხიდან მადლობას უხდიდეს ბიძინა ივანიშვილს, დამჭერს მიამნაირი მინახი. აი კანდელაკის საქმე აიღეთ თუ გინდა.
აი ამ დონეზეა გამხდარი საქართველო. გინდათ? მე არ მინდა ასეთი არც მშვიდობა მინდა, ასეთი არც სახელმწიფო მინდა, არც არაფერი არ მინდა. ერთი საქართველოში ბუნების გარდა ქართული აღარაფერი აღარ რჩება, რაც დრო გადის. ადამიანი ქართველიერი უკვე ფიზიკურად აღარ რჩება საქართველოში. მენტალობა, ზნეობა, სულიერი მდგომარეობა მე არ ვიცი ახლა დღევანდელ ქართველობას გინდა ახალგაზრდებში აიღეთ, გინდა ძველგაზრდებში აიღეთ. ისეა გამოთაყვანებული ხალხი, არ ვიცი მე ამ ხალხში რა დარჩა ქართული, მე ვერ ვიტყვი. ქრისტიანობის დღეს თუ ვინმე გამოვა ახლა კლდევამოსილი ადამიანი და იტყვის რომ საქართველოშიო ქრისტიანები ცხოვრობენ და ქრისტიანული საზოგადოება არისო, ძალიან შემცდა რა, იმიტომ რომ ის რაც საქართველოში ხდება, მას ქრისტიანობასთან არაფერი საერთო არ აქვს. ტიპიური კერპომანიით შეპყრობილი მასა, პაპიზმი თავის დროზე, რაც იყო კათოლიკურ სამყაროში, ტიპიური პაპიზმი გადმოღებული საქართველოში, ერთ-ერთი რაც აკლდათ ინდულიგენციებს, თუმცა პრინციპში რა ინდულიგენცია ყველა, აბა მიდით ახლა თქვენ და შეკვეთილი წირვა უფულოდ ვინმე მიცვალებულზე ჩაატარებიეთ. აბა მიდით ერთი და უფულოდ ვინმეს აზიარებიეთ მიცვალებული. აბა მიდით ახლა თქვენ და უფულოდ ვინმეს ჯვარი დაგწერონ, უფულოდ ვინმეს ბავშვი მოგინათლონ. მიდით ერთი მანახეთ ერთი სად ხდება, იშვიათ გამონაკლისებში, ძალიან იშვიათ გამონაკლისებში. ხო, ამიტომ ასეთი გადაგვარებული საზოგადოება უკეთესი ზღირსი არა. გაცრავად. სოციალურად დაუცველთა სასადილოში მუშაობდი. მისვლის დღიდან ბულინგის მსხვერპლი გავხდი. თვითონ რასაც კადრულობდნენ, მე ვერ ვიკადრე. მაგათი იძულებული გავხდი, წამოსულიყავი. ვერავინ ვერ წარმოიდგენს, რას აჭმევენ ხალხს და მერე რამხელა ფულის გათეთრება ხდება. ქალბატონი ნატალია ამბობს ამ ყველაფერს. იქ მომუშავეებს სახში მიეზიდებიან ამ ყველაფერს. საბავშვო ბაღში გადამიყვანეს სამუშაო და შენ და საბავშვო ბაღი ჯერ სოციალ აი ამას რო ქართველს გაუგეთებს. ასეთი საზოგადოება საერთოდ არის არსებობის ღირსი? თქვენ რომელი საქართველო გიყვართ? ნაცკოცური საქართველო გიყვართ? მე არ მიყვარს ნაცკოცური საქართველო მეზიზღება. მე მიყვარს ქართველი ადამიანი. რასაც ქართველი ქვია. მე მიყვარს საქართველო. ამათ საქართველოსთან და ქართველობასთან არაფერი შეხება არ აქვს. ესენი არიან ბიძინა და მიშამადიდებელი ხალხი. რომლებიც ყველაფერზე წამსვლელი, რაც დაგამგვანათ მართლა ბიჭო. აბელასე თურმა და მოსასპორბან თაბაგარმა, რაც დაგამგვანათ ამ მიშამ და ამ ბიძინამ. მე გადაგაგვარათ ამდენი გამოსწირებული ქალიან კაციან დიდიან პატარიან. ასე რომ მრავალი ლილუაშვილი იქნება კიდე მომავალში ხალხის თვალების ასახვევად და გამოდით ახლა მე და გამიმტყუნეთ მაგათი მკვდარდაცოცხლის გინება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამოდით და ხო ყველაფერში მართალი უყოფილო არ. ჩემ ქვეყანაშიც, ჩემი ქვეყნის გარეთაც. თუ მინდა ჩემი ძმა, რომელიც აბსოლუტურად ყველა იმ ნაძირალა ვირთხაზე ამხელდა დაწყებული ხიდაშელიდან და ამთა გაგზელებული შემდეგ აღარ მაქვს ლაპარაკი. ხო ყოფილა ყველაფერი მართალი. მე გამოვლიან აქ და მე დამიწყებენ ლანძღვას და გინებას და 1000 სიბინძურეების ტალახის სროლას და იმას ერთი თეთრი არ მომიპარია ჩემი ხალხისთვის და ერთი არაფერი არავინ მომიტყუებია და არავისთვის არაფერი წამირთვია და მთელი ჩემი ცხოვრება ჩემო ქვეყანამ ყველაფერი წამართვა სახელმწიფო სისტემამ ყველაფერი წამართვა ოჯახის წევრებით დაწყებული ჯანმრთელობით და 1000 სხვა რამეებით გაგრძელებული და მე ვარ კიდე საძულველი. იმიტომ ბოზობენ, ჩათლახობენ და ნუ უშლი ხელს, ნუ ამბობ რომ ბოზი და ჩათლახი ხარო.
ყოფილი ვარ კი არა, ბიზია თქვენ ფონზე ფრთიანი ანგელოზი ყოფილი ვარ. წადით ახლა და რამენაირად ჩადექით ერთი მეორის მიყოლებით ბოუშების ლუკმის მჭამელი გააპრავეთ და გაათეთრეთ და ერთ ადამიანს არ ეყოფა ვაჟკაცობა გამოვიდეს და თქვას იმის გამო რომ ეს მოხდა ამ პრემიერმა ეს გააკეთა, ამ პრეზიდენტმა ეს გააკეთა, ივანიშვილმა ეს გააკეთა, ამან ბოუშებს საჭმელი შეუჭამა, 100 ქვეყანა გაყიდეს და მე ვტოვებ ქართული ოცნების რიგებს და მოვდივარ მწვენია უბრალოდ რომ ამათი გუნდის წევრი ვარ. ერთ ადამიანს ვერ დახავთ თქვენ. ისია გათახსირებული ხალხი. ისია გადაგვარებული. არა, პირიქით, ღმერთმა დალოცოს ომი არაო. აი ეს არის თქვენი ლილუაშვილი, რომელიც აქამდე ითვლებოდა გადამრჩენელად, რომელმაც ქვეყანაში ამდენჯერ გადაარჩინა ისა რა ქვია, სახელმწიფო გადატრიალებისგან და ნაცებისგან და რევოლუციებისგან აი სინამდვილეში აღმოჩნდა ბავშვების ლუკმის მჭამელი ნაძირალა ჩათლახი, რომელიც თურმე ელისო კილაძეს აფინანსებდა. ესეც გამოაკრა კონცერტი. და ამდენი ხანი ბატონო გრიგო, ღმერთმა დაგლოცოს, შენ გადაგვირჩინე, შენ გადაარჩინე საქართველო, შენ რო არ ყოფილიყავი რუსული კანონის გამო, ამის გამო, იმის გამო აკაცუკები დაგვამხობდნენ. ვაიმე ბატონო გომელაურო, ბატონო ლილუაშვილო, თქვენ ხართ რკინის მინისტრები. ვაიმე გახარია, მერე გახარია. ნაცები აღარ უძახოდნენ თვალთხარიასო და თავისენება დაუწყეს თვალთხარიას ძახი. და ვებრძოდით, კოცები ძახენ გახარიას. აი ეს სირქალა იძახეს, აი ვაჭო. ახლა ალბათ არა დღე და ღამე უკანალში იყო შემძრალი. ახლა ამაზეც დაიწყებენ ალბათ რომ თურმე კოცები ლილუაშვილს თურმე ებრძოდნენ. აი ამ საზოგადოებას ერთი დიდი ომის მეტი ფელი არ გაასწორებს რა. მე გეუბნებით ამას. თვითონ უფალი უნდა ჩამოვიდეს მიწაზე და ახლა მეორით მოსვლა უნდა მოხდეს და ამათი განკითხვის ჟამი უნდა დადგეს და რაღაცა თუ არა. ამგენის გამოსწორება ისე არ იქნება რაფერაც ქრისტეს მოვლენობა ებრაელები ვერ მოაქცია ქრისტიანად. ისე იქნება მაინც კერტა ყვანის მცემლებად დარჩებიან და მაინც ასე იქნებიან. აი ომი დაალაგებს ყველაფერს თავის ადგილას. გასწორებს მიწას რას არსებობდა რას ცოცხლო არის ეს ქვეყანა გადაქცეული არის ნაცკოცის და თავისი დამპალი უჯიშო აყროლებული შთამომავლობის იმით რა ქვია საჯიჯგნად გადაქცეულია ქვეყანა ამე სიტყვი და მტერიხა ახლა იცოცხლონ მე წარმატებებით და ძალიან წარმატებული სახელმწიფო ვართ და კორუფციის კუთხით თურმე ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გამჭირვალეობით და იმით და იმით. არ მოგძულდათ ამდენი აფირისტობა? არ დაიღალეთ ამ ყველაფრით? აი თვითონ აი კოცებს ვეკითხები. ახლა გუშინ ისა დამხობის დღე იყო. დამხობის დასაწყისი იყო საქართველოს დაღუპვის ყველაზე დიდი ტრაგიკული თარიღი 22 დეკემბერი, როდესაც მოხდა. აი, აგერ არის ის ფილმის პირველი ნაწილის ლინკი, მეორესაც დავდებ, შეგიძლიათ შევბრძანდეთ, ნახოთ. იქიდან დაიწყო ჩვენი არეულობა და ჩვენი უბედურება და ქართული ერის გადაშენება და ამასაც წინააღმდეგობდა ცხონებული ზვიად გამსახურდია და მოკლეს და დააყოლეს, მერე შეჭამეს მაინც ნელ-ნელა ქვეყანა და მიყვებიან ახლა ბოლომდე. ხალხმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მაგრამ არა. მაინც ურჩევნიათ ასე სოროში იყვნენ და მაინც ბიზინაზე ილოცო. მაინც ასექნან, მაინც ისე ბარაბას გზაზე დამდგარიერი, ბარაბას გზაზე ივლის ყოველთვის. თავისას მოიმკის. კი ბატონო, კი. მაგრამ ის ქონება შეიძლება 1000%-იც კი მოემატოს. მონანიება საქართველოში გადაიღეს, სხვაგან კი არ გადაუღიათ, კაცო. ბავშვი საწყალი ის რო აუჯანყდება, მშობლებს და ეუბნება, რომ
უთუო თქვენო კაცო არაფერი წმინდა თქვენთვის არ არსებობს, ოღონდ თქვენ კეთილდღეობას არაფერი მოაკლდესო და ნორმალური გიჟად გამოაცხადოთ. არ მოგწყინდათ ამ ტყუილში ცხოვრება? არ მოგწყინდათ? ლევან სანიკიძე იმის გუბაზის მამაზე? ხო, ის ჩვეულებრივი პუჩისტი იყო, რომლის იმაშიც არის დადებული, იქ რა ქვია. შვილი ვითომ რო გეკითხა, ზვიად გამსახურდიას ის იყო, რა ქვია, თანამებრძოლი და მამა შევარნაძის პუჩისტი. ანუ ეს სასწაული იშვიათად ხდება, ეს ასე მოხდა. ხა ბიძინეს ოცნებაში შეიძლება მოხდეს, რომ კობახიძის მამა ბიძინეს აკრიტიკებდეს და კობახიძე მერე მაშინ რა ქვია, ქოცობაში შევიდეს. რა ქონდა მისია ჩემოძმაო და რაც ქონდა მთლიან ეგრეთ წოდებულ წითელ ინტელიგენციას, ქონდა მისია ის, რომ ყველას, ვისაც გააჩნდა ხალხი, ვინც უსმენდა და პატივსცემდა როგორც ისტორიკოს, როგორც გავლენიან პერსონას, მასები მოემართა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ. და მაშინ იმუშავა ამ ხალხმა და შეასრულა ეს ყველაფერი. ყველას სახელი და გვარი არის შენახული ისტორიაში. ნუ გონიათ თქვენ რომ არ იყო შენახული. ყველასი არის. კი, იქ იყო კატეგორია ადამიანები, რომელიც მართლა გულწრფელად იყვნენ შეცდომაში შესულები და წლების შემდეგ ნანობდნენ ამ ყველაფერს და ნანობენ დღესაც. მაგრამ ძირითადმა მასამ ზუსტად ის მიიღო, რისთვისაც იბრძოლა. და თქვენ გონიათ ისინი საქართველოსთვის ბრძოლობდნენ, ისინი ბრძოლობდნენ საკუთარი ბედნიერებისთვის. და იმ წითელმა ინტელიგენციამ და ამ ძაღლიშვილებმა და ამ ივანიშვილის ნაირმა ვირთხებმა დაინაწილეს ქვეყანა და ჩაიდეს ჯიბეში და გაძღენ და ახლა აზიან ქვეყანას თავზე და ამ ყანდურებმა. თქვენ გონიათ რა ბდლები არ იყოს მაგას ჩარეული? რავი, ნახოთ ჯიგავი შეიძლება დღეს გქონდეს და გეგმილი გვაქვს. ნუ მოკლედ ამის თქმა მინდოდა და ძალიან კარგია ის ერთმხრივ თუ ვირთხები ერთმანეთის ჭამას დაიწყებენ. მე მომხრე ვარ იმის, რომ 2 მეტრში გაიმართოს დუელი ქოცების შიგნით და ნაცქოცების ურთიერთობაშიც, მაშინ დავიჯერებ მე მაგათ გულწრფელ ბრძოლას და სიყვარულს სამშობლოსთვის და თავდადებისთვის. კი, ვიცი, გამიგია. მაგრამ რა არის, იცი ჩემოძმაო, სხვარჯულის ადამიანი, ბევრი საქართველოს პატრიოტი მინახია და ბევრი ქართული რჯულის საქართველოს მოღალატე, აი აღგერა შეხედეთ და შორს არ დაგჭირდებათ წასვლა. ამიტომ ის რომ ვიღაცა შეიძლება სხვა წარმოშობის ადამიანი იყო, არ ნიშნავს იმას, რომ ის მანდა მაინც ამიტომ იყო ცუდი. არ ნიშნავს მაგას. ის იყო უბრალოდ ცუდი და იმდენად ცუდი იყო თავის წარმომავლობას რომ ალაკ. ადამიანი რომ ის წარმომავლობას დამალავს, რა წარმომავლობისაც არ უნდა იყოს. ის არავის არაფერში არ გამოადგება. იმიტომ რომ ხელახლა ვერ დაიბადები ადამიანი, რათაც გაჩნდი სახარ და იმით დაასრულე. იმ ეროვნების, იმ მამის და იმ დედის შვილი იქნები და იმ გვარის მატარებელი იქნები ბოლომდე. არ ვიცი, ჯერჯერობით ართმევს ამ ინტრიგნობას თავს და იმას და საერთო ჯამში ბიზნეს ბედი დიდი ალბათობით ასლან აბაშიძე ამათგან განსხვავებით კაცი იყო და ვაშკაცი იყო და მართლა უყვარდა სამშობლო და თავისი ხედვები ჰქონდა კაცო. ასლან აბაშიძის ფეხის ნაბანი არ არიან ესენი და მოუწია იმას საქართველოსდან გაქცევა ამ სააკოვების და ამათ დამსახურებით და ძაღლმა უერთგულა ბასმაჩა. და ბიძინა ივანიშვილს ისე წაუვა საქმე საბოლოო ჯამში. მისი ზებრა პინგვინი და ზვიგენი აღარ უერთგულებს, იმიტომ რომ იცი რა, ისტორიის გამეორება ერთხელ კი მეორდება, მაგრამ მეორე შემთხვევაში ისტორია ირონიით მეორდება. თუ გაასწრო საქართველოსდან დარწმუნებული იყოს, რომ ის ხალხი, აი სიმართლე ვთქვათ რა, ბიძინა ივანიშვილს ფული რომ მოაშორო. აი ფული გაიღვიძა მეორე დღეს ქართულმა საზოგადოებამ და აღმოჩნდა რომ ბიძინა ივანიშვილს ფული და ძალაუფლება არ აქვს.
აბსოლუტურად ეს ყველა მონა, ვინც ბიზნეს ტატუირებებს იკეთებს და იმაშვება და ამაშვება, აბსოლუტურად ყველა მონა პირველი გინებას დაუწყებს. აი, შემოთინათი. ძაღლმა ერთგულება იცის კი ბატონო. ძაღლს თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში და ადამიანს თავისი ადგილი აქვს, თორე ეგენ მამას ამარხავს ამერი გვარამიასნაირი შვილები საფლავის გულზე ძაღლს. კარგით შემოკარგებოდ აგემშვილობებით და ნახოთ ახლა ეს ბატონ შალვასთან მიზდები გქონდეს ვიდეო ეთერი და თუმცა ალბათ ტრანსლაცია YouTube-ის არხზე გვექნება და მე აქეთ დავდებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.